იგი აღჭურვილია 2-დან 0 ტურბოძრავით, 360 გრადუსის კამერები. ისაუბრე ლუკა. შედი სალონში რუზ დაჯექი. 2026 წლის ავტომობილი. იგი დამზადებულია Lexus-ის ბაზაზე. და დისკები რამდენი აქვს? მაგარი გამოგდის და მოდი ჩათვალე რომ მე ვარ შენი მომხმარებელი, თანაც ძალიან მომწონს ეს მანქანა. ბატონმა გელომაც აღნიშნა და ჩათვალე რომ მე ვარ შენი მომხმარებელი და მოდი ამიხსენი უფრო კარგად და შიგნით რა ხდება მითხარი. შიგნით აქ ტყავის სალონი, Sony-ს აუდიო სისტემა, HD მონიტორი, ავტომატური გადაცემათა კვები. მოტორი რამდენი აქვს ისა? 2-დან 0 ტურბო. ტურბო. დისკები რამდენიანი აქვს? 20. 20-იანი დისკები. აი, ნათიას ხვალ მოყავს მეუღლე და აი შეხედე ნათიამ როგორ მოირგო? ნათია კემაინც ეს შენი იყოს. აი, ხო მაგარი ფერია სალონი, არა? ძალიან. ლუკა, ულამაზესი ინტერიერი. ლუკა, შენ როგორ ფიქრობ, ეს ხო არის საუკეთესო ავტომობილი? მე. ეს დღეს ჩვენს ბაზარზე არის საუკეთესო ავტომობილი და ბოლო შეკითხვა. კახელები რომ მოვიდნენ და გითხრან, აი აქ რომელ ავტომობილს შემარჩევიებო, რომელში არჩევიებ? ჩანგანს. ჩანგანში არჩევიებ? დიახ. აბა გისურვებ წარმატებას და დრო დამთავრდა. მოდი, ახლა უკვე მე და ნათია შევაჯამებთ, დაბრძანდით თქვენ ადგილზე დაბრძანდით. ნათია. გადაჯექი ჩემს გვერდით. ნათია. თქვენ. დიახ. ეს ავტომობილი ხვალ უნდა იყიდოთ. და მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს და ამიტომ აქ არის ლუკას 3 ფერი, ხო? თეთრი, მარგალიც ეძახიან, ხო? ნაცრისფერი რომელია დათო? ეს მოკრე ასვალს რო ეძახიან, ხო? და შავი და მუქი ლურჯი. მოკლედ 4 ფერი გვაქვს. ნათია, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თან ახალი ავტომობილები შემოგვივიდა. დაუბრუნდეთ უკვე დღეს და აი ამ ავტომობილების გაყიდვაც უკვე ამოვყიდეთ ის 1-2 პარტია. ახლა მესამე პარტია შემოვიდა. ეს ავტომობილი უკვე ყველამ გაგაცანით და ვიზუალი კიდევ ერთჯერ მინდა აჩვენო. აი შეხედეთ, უბრალოდ აი მართლა მე არ ვიცი 29